თქვენი ტელეფონის ეკრანი შეიძლება საავადმყოფოს უნიტაზის დასაჯდომის მსგავსად, ან უფრო მეტადაც იყოს დაბინძურებული. კვლევებმა აჩვენა, რომ საავადმყოფოების უნიტაზის დასაჯდომის 1 კვადრატულ სანტიმეტრზე არის 1-დან 15-მდე ბაქტერია, ხოლო სკოლის მოსწავლეების ტელეფონებზე საშუალოდ 11-მდე ბაქტერიაა კვადრატულ სანტიმეტრზე. მოსწავლეების ტელეფონებზე ჩატარებულმა კვლევამ მთლიანად ტელეფონის ზედაპირზე საშუალოდ 17,000-მდე ბაქტერიული გენის ასლი აღმოაჩინა. ტელეფონებზე ვხვდებით სხვადასხვა სახის ბაქტერიებს. რომის უნივერსიტეტის 2020 წლის კვლევამ შეისწავლა 108 სამედიცინო სტუდენტის ტელეფონი. აქედან ყველაზე იყო ბაქტერიული დაბინძურება, ხოლო 85%-ზე იყო სტაფილოკოკები, 37%-ზე ენტეროკოკები. დაბინძურება პირდაპირ აისახება თქვენს კანზეც. კვლევამ დაადასტურა, რომ ტელეფონის ბაქტერიების სითბო და ხახუნი პირდაპირ აძლიერებს აკნეს. ყველა პაციენტმა აღნიშნა აკნეს გამწვავება სახის იმ მხარეს, რომელსაც ტელეფონი ეხებოდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ტელეფონის რეგულარული გაწმენდა, დღეში ერთხელ მაინც. და როგორ გავწმინდოთ უსაფრთხოდ, შეგვიძლია გამოვიყენოთ 70%-იანი იზოპროპილის ალკოჰოლის ხელსახოცი, ან 70%-იანი ალკოჰოლი დავიტანოთ მიკროფიბრას ქსოვილზე. პირველ რიგში გამორთეთ ტელეფონი და გამოაერთეთ სადენები. თუ ეთილის სპირტს 70%-იან ალკოჰოლს იყენებთ, პირდაპირ არ მიასხუროთ ტელეფონს, დაიტანეთ რბილ მიკროფიბრის ქსოვილზე და ამით გაწმინდეთ. ქაღალდის ხელსახოცის გაწმენდა არ ღირს, რადგან ეკრანს კაწრავს და ბოჭკოებს ტოვებს. წმენდისას მოერიდეთ ღიობებს, კამერას, სპიკერებს. თუ ეკრანის დამცავს იყენებთ, მაშინ ალკოჰოლი 1:1 პროპორციით უნდა გააზაოთ გამოხდილ წყალში და იმავე პრინციპით გაწმინდოთ ეკრანი. სხვადასხვა მასალის ტელეფონის кейს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება და თუ დაგაინტერესებთ, შეგვიძლია კომენტარებში გაგიზიაროთ დეტალები. ეს პროდუქტები არ გამოიყენოთ. და რაც მთავარია, არ გამოიყენოთ ტელეფონის სააბაზანოში. ვიყოთ ციკციკები, გავწმინდოთ ტელეფონი ყოველდღიურად და გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას.